2018 წელს იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. საინტერესოა რითი დავიმსახურეთ ქართველებმა, რომ ჩვენი ჭიდაობა მსოფლიოს განსაკუთრებულ სახეობად აღიარეს. აი ამის გარკვევას თქვენთან ერთად შევეცდები. ქართული ტრადიციული თამაშობები. ქართული ჭიდაობა. შიდა ქართლი. სოფელი ფცა. საქართველოს გუნდური ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში. აი ეს საკრავი, რომელიც ახლა ხელში გიჭირავთ, რამდენი წლის იქნება? რაც მე ვიცი, ჩემი გამოთვლით 300 წლის არის და შეიძლება მეტიც იყოს. ანუ თქვენი წინაპრები ყველა იყო მუსიკოსი. იყვნენ კი, მუსიკოსები იყვნენ და დღევა ჩემამდეც მოვიდა და არ შევარცხვინე იმათი ტრადიციები და ვისწავლე დაკვრა მეც ამაზე. საჭიდაოს რა მუსიკას უკრავთ? რამდენი არის? ერთგვარია საჭიდაოს დაკვრა, ერთი არის სულ რაც მოდის ოდითგან, მამაპაპიდან და უძველეს დროიდან. მოჭიდავეებზე დაკვირვებული იქნებით ალბათ, როგორ მოქმედებს ეს მუსიკა საჭიდაო. მაგრამ მოგი ჩეკვის ხასიათზე მოდის მე ჟილკაში რო შედის ჭიდაოს. და თვითონ თქვენზე როგორ მოქმედებს, ეგ არის საინტერესო, როდესაც უკრავთ და თქვათ არის კარგი ჭიდაობა. უფრო ეს შედიხარ დაკვრის, რომ ხალისი გეძლევა, რომ ჭიდაობი. აი ჩემი გამოცდილებიდანაც ვიცახ, რომ ჭიდაობდი მეც. აი სიცხლი ერევა და როგორც ლომი ეგრე მიდის და ალბათ ჩვენი მეომრებიც ეგრე იყვნენ წინათი რომ ზურნის ხმასო დასხებდნენ და გავარდებოდნენ ლომებივით და ეკვეთებოდნენ ტერს. იგივე არის ქართული ჭიდაობა თორთა ბრძოლა არის ეგეც. ქართული ჭიდაობა რა არის? არ არსებობს ძიუდოისტი, რომ ქართული არ ქონდეს მეცდაობები და აქ არ ქონდეს ფეხი ადგილი. მე ეგრე გავიზარდე. ქართული ჭიდაობა არის ჩვენი საწყისი დიდი სპორტის. ყველა მაქვინც ვართ ბიჭები, დავუწყეთ ქართული ჭიდაობა. ჩემი პირველი შეჯიბიც ქართული ჭიდაობა იყო და ესე ვაგრძელებ ტრადიციას. ნახერხი სხვა არის ესე. კი, ნახერხი მართლა სხვა, როგორც აი სახიობები იტყვიან ხოლმე, რომ აი ეს ტვერიაო. სცენისო, ისე ნახერხის ტვერი ჩვენთვის იწამლები და მე სულ გინდა რომ იყო და ეს შეგრძნებას უგაგრძელდეს დიდხანს.
ეს იყო ნამდვილი ქართული ჭიდაობა. თავისი ემოციებით, ადრენალინით და თუნდაც შეხლა შემოხლით. და რა თქმა უნდა, აი ამ მოედნით. მაგრამ საინტერესოა, საიდან იღებს სათავეს ეს უძველესი ასპარეზობა, ან ვინ არის ის ხალხი, ვინც ამ ტრადიციას გვინარჩუნებს. მე ახლა ამის გარკვევას შევეცდები. ისტორიული წყაროებით ვინ არიან პირველი ქართველი ფალავნები, მოჭდავეები? უხსოვარი დროიდან ფაქტიურად ქართველი ადამიანი ჭიდაობდა. შუა საუკუნეებიდან უკვე სპორტულ იმას იძენს ქართული ჭიდაობა, ემატება მუსიკაც შემდეგ. ძალიან საინტერესო ფრესკა არის ალავერდის ტაძარზე. მე მგონი ეს არის მე-15 საუკუნის ბარელიეფი კი ბატონო. რომელსაც მე მგონი ყველაზე უძველესი, ხო? სადაც არის ქართველი მოჭიდავე. ხო, თვალნათლივ ბავშვები არიან, მოზარდები არიან, იქ ფრაგმენტია. ის ფრესკა მარტო ჭიდაობა არ არის, იქ გაშლილია და არის ფრაგმენტი, სადაც აი ორი მოზარდი ერთმანეთს ჩაცმულები, როგორ ეჭიდება ერთმანეთს. რა ილეთს ასრულებენ? ჩავლება აქვს აღებული, ჯერ ილეთი არ აქვს არც ერთ დაწყებული, მაგრამ ჩავლება ისე საკმაოდ პროფესიონალური ჩავლებები აქვს აღებული. ქართული ჭიდაობის ახალი სიცოცხლე იწყება მე-19 საუკუნეში. ეს ჩვენი ეროვნული საუნჯე დაიბადა სოფლად. და სოფლისთვის იყო პირველი გასართობი, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით რელიგიურ დღესასწაულებზე არ არსებობდა, რომ შემადგენელი ნაწილი არ ყოფილიყო ქართული ჭიდაობა, აი ამა თუ იმ სოფლის დღეობებს რო ეძახიან, ეს აუცილებელი იყო და გადმოინაცვლა ქალაქში. თავიდან იყო, რომ შედარებით ღარიბი ხალხის შეკრების ადგილი იყო, მაგრამ მერე უკვე როცა დაიწყო დროებაში გაჩნდა პუბლიკაციები და ჩვენ ვიცით თქვა ის ლეგენდარული შეხვედრა კულაგდანელი და ნესტორე სებუასი, თვით ილია ჭავჭავაძე იყო ორგანიზატორი. ანუ თავარი მსაჯი ესე რომ ვთქვათ, ესწრებოდა და აკაკიმ წერეთელმა ეს კი არა პოემაც მიუძღვნა აი ამ ორთაბრძოლას. ბათაშვილის იწერებოდა სიმღერების, აი ესე ხდებოდა პოპულარული. კულაზეც ხა ხო ვიცით რა გადმოვიდა კულაო, ჯერ არც აქცეულაო, მაშინ გაილახება, როცა დაიმარხება და ესეთი ისინი და ქართული ჭიდაობის ილეთებს რა სახეობებში იყენებენ ჩვენი სპორტსმენები, როგორ გვადგება ეს ტრადიცია დღეს? აი ამოგლეჯვა არის ილეთი, ულამაზესი ილეთი, ალბათ ყველაზე ლამაზი ზივდოში და ქართულობა რო არ დაეკარგა, ხაბარელი ქვია, აი ამ ამოგლეჯვას ყველა ვიცის, რომ ქართული ილეთია, ძალიან ბევრი უცხოელი აკეთებს. იგივე ბრუნი ვთქვათ, ულამაზესი ხდება, კონტრილეთია ეს ბრუნი, რასაც ვეძახი. ჩვენი სერიალის სპონსორია ლიდერ სპორტი. მათი დახმარებით ვცდილობთ ძველი ქართული ტრადიციული თამაშობები გაგაცნოთ. ბათუმი. საერთაშორისო ღია აბსოლუტური ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში. მას ასე მე უკვე ბათუმში ვარ და აქ ქართული ჭიდაობის წლის მთავარი მოვლენა იმართება. და მოდი ნახოთ წელს ვინ იქნება ფალავანთა ფალავანი. ფინალური შერკინება.
შეხვედრის გამარჯვებული და მსოფლიოს ღია აბსოლუტური ხელოვნების ჩემპიონი ხდება გურამ თუშიშვილი, გარდაბანი საქართველო. გურამ პირველ რიგში მინდა მოგილოცო ეს ფალავანთა ფალავნობა და გაგვიზიარო შენი ემოცია. ფალავნობა და ქართული ჭიდაობა ყველა მომენტი და ყველა წამი ემოციებთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ჩვენია, ქართულია, უძველესი დროიდან მოდის ქართული ჭიდაობა და ძალიან დიდი ისტორია აქვს და ძალიან ბედნიერი ვარ ამის ნაწილი. შენ ხარ მსოფლიო ჩემპიონი, ოლიმპიადის პრიზიორი, ვერცხლის მედალოსანი. რატო ჭიდაობ ქართულ ჭიდაობას? ერთ-ერთი ულამაზესი სახეობა ჭიდაობებს შორის ჩემს კარიერას, ესე ვთქვათ, სადაც ვარჯიშობ ძიუდოში, ძალიან მეხმარება ქართული ფანდები, ესე რომ ვთქვათ. მითხარი როგორ მოქმედებს აი ეს ზურნა და დოლი ჭიდაობის ჩემი აზრით, ქართველი კაცისთვის ყველასთვის ერთი რეაქცია უნდა ჰქონდეს, მაგ მუსიკას გაძლევს შემართებას, შეუპოვრობას, ლეიბი იქნება თუ ნახერხი.